Spier საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დაიწყო უკვე სამზადისი წმინდა 40-ისათვის, დიდი მარხვისათვის. წინა კვირას ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ეს საკითხავები დაიწყო მარხვანიდან იმ ლიტურგიკული საღვთისმსახურო წიგნიდან, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ დიდი მარხვის პერიოდში. და უკვე პირველი კვირა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი მარხვის დღეებთან და მარხვანის საკითხავებთან, ეს არის დღევანდელი დღე, რომელსაც უწოდებთ მეზვერისა და ფარისევლის კვირას. უწოდებთ ამგვარად იმიტომ, რომ წმინდა ეკლესიაში ჩვენ მოვისმენთ იგავს, რომელიც მაცხოვარმა თავის ირგვლივ შეკრებილ ერს უამბო. ეს არის იგავი მეზვერისა და ფარისევლისა. არის მცირე განსხვავება, რომელიც არსებობს სახარების საკითხავსა და იმ საკითხავს შორის, როგორც კვირა დღეს, ანუ დღევანდელ დღეს იკითხება ეს იგავი. ეს იგავი დღეს ასე იწყება ამგვარად ეს საკითხავი. თქვა უფალმან იგავი ესე, ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას. მაგრამ თვითონ მაცხოვარი სახარებისეულ თხრობაში ამგვარად იწყებს ამ იგავს. ეს გაგრძელებაა ეს იგავი მაგის წინა ნათქვამი იგავისა, სადაც მაცხოვარი ყვება ქალის, გლახაკი ქალისა და უსამართლო მოსამართლის ამბავს. და ეს ამბავი შემდეგია, რომ იყო ვიღაცა მოსამართლე, არა გულისხმიერი და ალბათ ხშირ შემთხვევაში უსამართლოც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფუნქცია მოსამართლისა მოგეხსენებათ არის მოსმენა. მოსმენა ადამიანისა, რომელიც მასთან მოვიდა, რომელსაც აქვს რაღაცა სათქმელი, საჩივარი და მან უნდა მოусმინოს. და ეს მოსამართლე სულ ირიდებდა ამ ქალს, მის ინტერესი არ ჰქონდა, მაგრამ ამ ქალბატონმა შეაწუხა ძალიან შეაწუხა და თქვა ამ მოსამართლემ, რომ არც ღმერთის მეშინიაო, არც კაცთაო და მოусმენო ამ ქალსო, რომელმაც უკვე ძალიან შემაწუხაო. და მაცხოვარი ამ ამბავს შემდეგი სიტყვებით დაასრულა ეს ამბავი მაცხოვარმა. ისმინეთ, რასა იგი მსაჯული სიცრუისა იტყვისო. ხოლო ღმერთმან არამე ყოს შურის გება რჩეულთა მისთა, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე და სულ გრძელ არს მათ ზედა.
გეტყვი თქვენ ყოს შურისგება მათთვის ადრე. ანუ ისმინეთო რომ ეს სიცრუის საჯულიო რას ამბობსო არ შევწუხდება შემაწუხა ამ ქალმაო და ბარემ მოусმენო მასო და განაღმერთიო თავის ჩეულებს ვინცო დღე და ღამე ღაღადებს მის მიმართ ანუ ლოცულობსო მათი არ შეისმინოსო და აი უკვე ამის შემდგომ ან თუ ამ ნაწილში მაცხოვარი ხალს უსვამს ლოცვის მნიშვნელობას და მლოცველთა ღაღადების შესახებ ამბობს რომ მათ არ უნდა მოსწყინდეთ ლოცვა არ უნდა მოსწყინდეთ უფლისადმი ვედრება არც უნდა იფიქრონ რომ აი ჩვენიცა არის მენს ღმერთიო ასე არ არის პირიქით იცოდნენ რომ მათ ვედრებას უფალი შეისმენს და თავის დროზე მოუვლენს სათხოვარის მიხედვით მაგრამ ახლა კიდევ უკვე ამბობს აი როგორ უნდა ლოცულობდეს ადამიანი რა არის საფუძველი იმისა რომ ეს ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს და ჩვენ მოგვეგოს სათხოვარი ზოგჯერ ჩვენ ლოცულობთ ისე რომ არათუ შესასმენი არის უფლისთვის არამედ საერთოდ შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ლოცვა არათუ არ მიდის ღმერთამდე არამედ დანაშაულიც კი შეიძლება იყოს ღვთის წინაშე და აი ამაზე ამბობს მაცხოვარი თქვა ვიეთბე მიმართ იგავი ესე ანუ თქვაო იგავი ესე ზოგიერთის მიმართ რომელნი ესვენ თავთა თვისთა ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხყოფენ სხვათა ანუ იმათვის რომელნი საკუთარ თავზე არიან მინდობილები დაღწნობილები საკუთარ თავზე თავდაჯერებულები რომ მართალნი არიან და შეურაცხყოფენო სხვათაო და ამის შემდგომ უკვე მაცხოვარი ბრძანებს მეზვერე და ფარისევლის იგავს ეს მაგალითი მოყავს რომ ორი ადამიანი შევიდა ტაძარში ერთი იყო ფარისეველი ხოლო მეორე იყო მეზვერე ჩვენ მეზვერეზე ვისაუბრეთ წინა კვირას თუ ვინ იყვნენ მეზვერეები და რა ფუნქცია ჰქონდათ მათ და როგორ თავიანთ ფუნქციას ისინი აჭარბებდნენ და სწოდავდნენ როგორც ღვთის წინაშე ისე წინაშე კაცთა და ახლა ვიტყვით ფარისეველზე რომელიც გარეგნულად არც ისე ცუდი ადამიანი იყო არათუ ცუდი შეიძლება ითქვას პირიქით საერთოდ ფარისევლები ითვლებოდნენ ებრაელთა ერის საუკეთესო ნაწილად ისინი ვინც იცავს სჯულის დებას ასრულებს მას ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე მოსჩანდა ყოველთვის ცხოვრობენ მართლად და ეს ფარისეველიც ტაძარში შესული თითქოს სწორად იწყებს თავის ქმედებას ანუ ლოცვას ის ამბობს რომ გმადლობ შენ უფალოვო
ანუ ღმერთს მადლობს ის. თითქოს მას ესმის, რომ ის რასაც ასრულებს, ეს არის სჯულის დაცვა თუ რაღაცა სიკეთე, ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ძალების მომნიჭებელი არის უფალი და ამისათვის მადლობს მას. ის უფრო მეტსაც კი აკეთებს, ვიდრე სჯულის დებითაა მოცემული, დღეში 2 დღეს მარხულობს, კვირაში 2 დღეს მარხულობს. მეათეც კი არა, უფრო მეტსაც წირავს. მაგრამ მერე რაღაც უცნაური ამბავი ხდება. ის იწყებს საკუთარი თავის შედარებას ადამიანთან, რომელიც დგას თავჩაქინდრულად, ვერც კი ბედავს, რომ თავი ასწიოს და ამბობს შემდგომს, რომ გმადლობ, რომ მე არა ვარ როგორც ეს მეზვერე. ძალიან საინტერესოა, რატომ აკეთებს ამას. კითხვა ისმის, რატომ. მაგრამ თუ დაუკვირდებით ჩვენ ასეთ ვითარებაში, ხშირად ჩვენც აღმოჩნდებით. ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის განდიდებას, ჩვენს აზრებში თუ ჩვენს სიტყვაში, მე ასე არ გამიკეთებია არასოდეს, ან ამას როგორ გავაკეთებ, როგორც ის მოიქცა, ან როგორ იქცევა, ეს ხო მიუღებელია. და აი ზუსტად ამ დროს ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ მართალნი. ვართ მართალნი იმ ადამიანზე, რომელსაც ფონად ვიყენებთ. ფონად ვიყენებთ საკუთარი კმაყოფილებისათვის. რომ დავტყვე და კმაყოფილი ვიყვე საკუთარი თავით. ეს აი ყველას გვჩვევია ჩვენ. ეს ძალიან აი როგორ თქვა, შეიძლება ითქვას, ამას შეჩვეულებიც კი ვარ ჩვენ, აი ჩვეულებრივად ხდება თითქოს. საუბრობთ და ისე განვიკითხავთ ადამიანს, რომ ვერც კი შევამჩნევთ. და გარდა განკითხვისა ვამბობ, რომ საკუთარ თავის წარმოჩენას ვლამობთ. ამას ვთქვათ, არ ვაკეთებთ ისეთი რაღაც ჭარბად, მაგრამ აი დავაკვირდეთ, რომ აი როგორ ეს ქმედება აი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ყოფის ფაქტიურად ყოველდღიურობას წარმოადგენს.
და მაცხოვარი ამ იგავს ასრულებს სიტყვებით, რომ გეტყვითო ამ ორთაგანო ტაძრიდან გამართლებული უფრო მეზვერე გამოვიდა ვიდრე ფარისეველიო და რომელმაც აღიმაღლოს თავითვისი იგი დამდაბდეს, ხოლო რომელმაც დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდესო. ანუ ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენს შინაგან მდგომარეობას უნდა ახასიათებდეს ის, რომ ჩვენ მეორე ადამიანი ფონად არ გამოვიყენოთ. ეს არ არის სწორი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე იქვე ვამბობ, რომ მე უკეთესი ვარ. სინამდვილეში ჩვენ მეორე ადამიანს ფონად ვიყენებთ. ჩემს მოქმედებაზე, ჩემს მიღწევებთან მიმართებაში, ჩემს ნებისმიერი ჩაცმულობიდან დაწყებული და დასრულებული ჩემი რაღაც, ასე ვთქვათ, შეიძლება გონებრივი ჩემი შრომის მიღწევებით. ჩვენ ფონად ადამიანი არ უნდა დავაყენოთ იმისათვის, რომ უკეთესები და კარგები გამოჩნდეთ. ამ ქმედებით. და ვთვლიდეთ მით უმეტეს კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ თვლიდეთ, რომ ჩვენი ღმერთმა უნდა შეისმინოს. ჩვენ გვეკუთვნის, რომ ღმერთმა ისმინოს ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესები ვართ ვიღაცას. აი დღეს ჩვენ ამას ყველანი ვართ შეჩვეულები სამწუხაროდ. და მით უმეტეს დღევანდელობა საერთოდ გვეუბნება იმას, რომ საკუთარ თავს რეკლამირება უნდა გავუკეთო ყველანაირად. წინათ თუ სათნოება, სიმდაბლე საზოგადოებაში იყო მიღებული და მას კიდევაც აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ მოგრძალებული და დაბალი ადამიანი არისო. დღეს მოგრძალება და სიმდაბლე უკაცრავად და სისულელედ მიიჩნევა. ანუ წუთი სოფელი ამგვარ რაღაცას გვთავაზობს ჩვენ. აბსოლუტურად არაქრისტიანულ ცნობიერებას. მაგრამ თუ ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები, შვილები დედა ეკლესიისა და თავს ქრისტიანებად უწოდებთ, ჩვენთვის რა არის უფრო ფასეული? ის, რაც წუთი სოფელი, რასაც თავს გვახვევს, თუ ის, რასაც მაცხოვარი გვეუბნება და გვასწავლის, რამაც ჩვენი სულის ამაღლება და მისი გადარჩენა უნდა მოგვიტანოს. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ დავინახოთ ცდუნება საცდური ამ წუთი სოფლისა. და მეზვერე რომელიც მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს, ღმერთო მილხინე, მე უძღებსა ამას, ეს მეზვერე ტაძრიდან გამოდის გამართლებულიც და სახეცვლილიც.
ჩვენ არ გვეუბნება წმინდა წერილი ამის შემდეგ რომ როგორ შეიცვალა მეზვერის ცხოვრება ზოგიერთი გარდამოცემით არის ცნობა რომ ეს მეზვერე იყო მათე მოციქული ანუ მეზვერე კი არ მიუბრუნდა თავის ცოდვას ის შეიცვალა და პოვა შენდობა თვისთა ცოდვათა მაგრამ პოვა სინანულით და რაც თავარია პოვა სიმდაბლით მას არ უთქვამს რომ თუ ფარისეველი ამბობდა რომ არა ვარო გვალობ შენ უფალო რომ არა ვარო როგორც ეს მეზვერე არ ამბობდა იმას რომ ღმერთო ჩემზე უარესებიც არიან მე კი დავაშავე მაგრამ აი ჩემზე უფრო მეტი აქვს დაშავებული ადამიანებს ვიღაცებს ის ამას არ ამბობს ის არავის არ აკნინებს არავის ასე ვთქვათ არ ცდილობს რომ ვიღაცის ფონზე საკუთარი თავი გაიმართლოს ის მხოლოდ ამბობს ღმერთო მილხინე უძღებსა ამას აღიარებს თავის ცოდვებს იმიტომ რომ ამაში ამ სიტყვებში არის აღიარება ცოდვათა საკუთარ თავს მიიჩნევს დაცემულ და ცოდვილ ადამიანად არა მხოლოდ ცოდვილ რომელმაც რაღაც შესწოდა არამედ რომელიც ცოდვაში არის ამოგლაგნილი და ცოდვა მისთვის სამწუხაროდ გახდა მისი ცხოვრების და ბუნების ნაწილიც კი ამას აღიარებს სიტყვებში მე უძღებს ამას უძღები ნიშნავს გაუმაძღარს მოგეხსენებათ ანუ გაუმაძღარი ცოდვით ვარო ამას ამბობს მეზვერე და თხოვს რომ ღმერთმა მას უშველოს რომ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და ღმერთმა გამოიყვანა ის და ღმერთმა გაამართლა ის და შეიცვალა მისი ცხოვრება აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო ჩვენ დიდი მარხვის დღეებს ვიწყებთ აი ასეთი განწყობით უნდა გავატაროთ ჩვენ ეს წმინდა დღეები რომ ღმერთო გამკურნე მე ავამტყოფი ცოდვით ავამტყოფი მიშველე მე უფალო და არ მაინტერესებს მე ვინ რას ცოდა ვინ რა გააკეთა მე ვარ განსაკურნებელი მე ვარ საშველი და მთელი დიდი მარხვის პერიოდში ჩვენ ვამბობ ეფრემ ასურის სიტყვებს მერთო მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისაო
ესეც ღაღადისია მეზვერისა, ოღონდ სხვაგვარად უკვე გაშლილად ჩამოყალიბებული. მეზვერეს სახეა, რომელიც არ განიკითხავს არავის. არამედ ამბობს, რომ მერთო მიშველემე და მოდის საშველი და ეფრემ ასურიც ამას ამბობს, რომ მომანიჭე მე ჩემი ცოდვის განცდა ისე როგორც მეზვერეს და ნუ დამანახებ მე და სხვის ცოდვებს. იმიტომ რომ ეს არ არის საცხოვნებელი, არამედ პირიქით უფრო დამამძიმებელია. და ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, წმინდა მარხვის დღეებში ნუ ფიქრობთ იმაზე, ვინ მარხულობს, ვინ არ მარხულობს, ვინ როგორ მარხულობს. ღმერთმა ყველა მოიყვანოს სინანულად, მაგრამ ჩვენ ნუ დავიწყებთ ვიღაცის ცხოვრების გარჩევას. იმან ეს გააკეთა, ამან ის გააკეთა. ის ვიღაცა ამერიკაში ამას აკეთებს და ვიღაცა ჩინეთში ამას აკეთებს. ჩვენი სულია გაჭირვებაში. ჩვენ სულს მივხედოთ, ძვირფასო ძმანო და დანო. და როცა მივხედავთ ჩვენ სულს, მაშინ ღმერთი მიხედავს იმათაც, ვის გამოსწორებაზეც ჩვენ მას შევევედრებით. გამოსწორებაზე არა იმიტომ, რომ მე ასე ვფიქრობ, რომ ის ასე უნდა ცხოვრობდეს. არა, არამედ მისი სულის გადასარჩენად. თორე ფარისეველი ზუსტად ამას ფიქრობდა, რომ მეზვერე კარგად უნდა, სწორად უნდა ცხოვრობდეს. ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც მე ვცხოვრობ, ან ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ამაზე მოსეს ჯული ამბობს. ჩვენ გვინდოდეს ადამიანის სულის გადარჩენა და გადამრჩენი არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და ღმერთმა გვილხინოს ყველას ჩვენ. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.